გოგოებო, კარგით გადმოდით მანქანიდან არ ირთვება. ჯანდაბა დიანა, ახლა ფეხით მოგვიწევს წასვლა, ძალიან შორსაა. ხო გოგოებო, ფეხით. ბატარეა გაფუჭდა. კარგი დიანა, მოშა დღეს შევუკვეთავ ახალს, შენ არ ინერვიულო, მალე გაადარებ. გოგოებო, ხომ გითხარით, გადმოდით, მანქანა არსად არ წავა. გოგოებო, სმაილთან შეხვედრაზე წამომყვებით? რა თქმა უნდა, დიანა, ჩვენ შენი მეგობრები ვართ და ისე რა უნდა? მერი მომწერა რომ რაღაცაზე უნდა საუბარი. დიანა, როგორც მივხვდი დღეს ვარჯიში არ იქნება. არა, მასკოტ, დაგავიწყდა, დღეს ხომ ვისვენებთ. კარგი, გასაგებია, სმაილთან შეხვედრა ვარჯიშზე უფრო საჭიროა. მასკოტ, ხუმრობ, ხომ გითხარ რომ ხვალ იქნება ვარჯიში, ნუ გწყინს. მასკოტ, ასეთი მოსაწყენი რატომ ხარ? ბანის ჩირლდერებო, შეგიძლიათ მოხვიდეთ? შეგიძლიათ უთხრათ ფეხბურთელებს და ბაყაყებს რომ საათობით არის ხდნენ ამ მაგიდაზე? ხო, 2 საათია ველოდებით უკვე. ხო, და მაინც არ მიდიან, იმიტომ რომ იციან აქ რაც დახვდებოდ. ლუზერებო, ეგ თქონო ჩემთვის არ არის. ამ სახლში დისციპლინა ეკუთვნით მასწავლებელ მაიკს და ბირთხებს. ხო, მაგრამ საკმარის ყურადღებას არ აქცევენ. მიუხედავად იმისა, რომ ლუზერები ვართ, მაინც გვაქვს უფლება მაგიდაზე დავსხდეთ. კარგი ლუზერებო, გავიგე, დაველაპარაკები. შეიძლება ახლა წავიდეთ? შეხვედრა გვაქვს. რთულია ლუზერად ყოფნა. Yes, მოგვისმინეს. ხო, იმედია გომბეშოები გაიგონებენ. ბაჭიებს მაინც არ მოусმენენ. მასწავლებელო მაიკ, ეს სახლი არ იზრდება, ახალ ხალხს ვერ მივიღებთ. ვერ ხვდები რატომ არ შეგიძლიათ? რეილა, ამ ადგილს შეხედე. შეხედე, რამდენი ადამიანი შეიძლება დაეტიოს. მასწავლებელო მაიკ, ვინ მოუვლის ამ თინეიჯერებს? თქვენ, სხვა ვინ უნდა მიხედოს? ვირთხებო, თქვენი მეძე ვარ. მასწავლებელო მაიკ, ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენი მოთმინებაც ამოიწურება. იცოდეთ. რეილა, მე შენი მჯერა, ყველაფერი გამოგივა. გამარჯობა მასწავლებელო მაიკ. ბოდიში ბაჭიებო, რეილა, მოიცადე. პიცა, აის, გამარჯობა. 3 მოჰიტო გაგვიკეთეთ. აის, მე სტაფილოს წვენი მინდა. გამარჯობა მასკოტ. ისე მაგ კოსტუმში ხტუნაობაში რამდენს შოულობ. დარწმუნებული ვარ ჩემზე ნაკლებს. მე მხოლოდ ჩემი გუნდის გამოგტუნავ. ფულს არ ვჩოულობ. ამ კოსტუმის ჩაცმა უკვე ჩემთვის ჯილდო არის. ოჩახ მასკოტ, მისაბაძი ხარ. აის, ბანის გაუკეთე 3 მოჰიტო. ბანი, წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ეგ მაგიდა დაკავებული იყო. ან მან არ უნდა დამსხდარიყავით. თქვენი მოჰიტო გოგოებო, მადლობა პიცა და სერიოზულად ვერავის ვერ ხედავთ. ხო, ვინ დაიკავა ეს მაგიდა? ახლებმა. იცით რომ ამ სახლში ახალი ხალხი მოდის? ხო, და ბიჭები არიან და უკვე ჩვენი შეყვარებულები არიან. ბაყაყებო, ძალიან მიხარია მართლა, მაგრამ აქ არ წერია რომ თქვენი შეყვარებულების არის ეს მაგიდა. ხო, ამიტომ მოშორდით აქედან. თქვენ მოშორდით. კარგი არა უშავს, ჩვენი ბიჭები მალე მოვლენ. ხო, და ამ მაგიდაზე მეორედ ვეღარასდროს დასხდებით. გაიგონე, ახლების ობიჭები არიან. ხო, რაღაც რეკლამა უნდა გამოუშვათ, რომ აქ მხოლოდ გოგოები მიიღებიან. მართლა, თორემ მალე ამ სახლში მხოლოდ ბიჭები ვიქნებით. ხო, და მე რა უნდა ვქნათ? გოგოებო, ამას შეხედეთ. სმაილი არ ჩანს. 5 წუთი აქვს ხედვართ და თუ არ მოვა, 5 წუთში წავიდეთ. დიანა, არ მესმის რატომ დათანხმდი საერთოდ. ბანი, 2 საათი ველოდებოდით. ეს მაგიდა ჩვენია. ლუზერებო, ბოდიში, ახლა ბიზნეს შეხვედრა მაქვს. ხო, დიანა ხვდება ვიღაცას და შემდეგ შეგიძლიათ დასხდეთ. და ლუზერებო, მნიშვნელოვანია რომ ადრე მოხვიდეთ და დაიკავოთ. ბაჭიებო, უკვე საკმარისია. ჩვენ თვითონ მოვიდანთ აქ მაგიდას და სკამებს. და ჩვენ დავსხდებით იქ. ხო და რა პრობლემაა? მიდით მოიტანეთ თქვენი მაგიდა და სკამი. ბიჭებო, დაწყნარდით. დღეს რანაირი დღეა, ყველა განერვიულებულია. მოვიტანთ და აბა ეცადეთ რომ დასხდეთ ჩვენს მაგიდაზე. ხო, ყველა მეიგონთ. დამღალეთ უკვე. ლუზერებო, აქ მეტი მაგიდა აღარ დაიქმება. აის, ბევრი მომხმარებელი ყავს, უნდა დავამატოთ მაგიდა სკამები. და ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჩვენი ფულით ხო არ ვიყიდით. მაშინ მაიკმა იყიდოს, მაგას უნდა ახალი ბავშვების დამატება. აის, ბევრი ახალი თუ დაგვემატება, შენს ბევრი შეკვეთა გექნება. ახლები ვინ იქნებიან, გოგოები თუ ბიჭები? საიდან უნდა ვიცოდეთ, არაფერს გვეუბნებიან. ბაყაყებს გაუკეთე 3 მილკშეიკი. დღეს საერთოდ არ ვინა ვარჯიში, რაღაც არ ვარ ხასიათზე. რატომ? დიანას პრობლემების გამო? ხო, კარგი, არა უშავს, ილაპარაკებთ და შერიგდებით, ყველაფერი კარგად იქნება. არ მგონია საუბარმა რამე შეცვალოს. სმაილ, მაინც უნდა სცადო, ვინც პირველ ნაბიჯს არ გადადგამს. ის პირიშის ხალხსაც ვერ მიაღწევს, ვიცი. გოგოებო, უკვე 10 წუთი გავიდა და სმაილი არ ჩანს, ამიტომ მივდივართ. ხო, მართალია დიანა. საერთოდ არ უნდა დაულოდებოდით. ხო, წადით და აღარ დაბრუნდეთ. და აქ უნდა დავაწეროთ ბაყაყების შეყვარებულები. მარკერი გააქვს? ბაჭიები აქ არ არიან? ბაჭიაჩი ლიდერები არ გინახავთ? უკვე წავიდნენ. აქ არიან. გოგოებო, დღეს უბრალოდ ზიპი უნდა ვნახო, 2 დღე არ მინახავს. კარგი რა, დიანა, მეც არ მინახავს ზაკი, 2 დღეა. მე არ მოვდივარ თქვენთან ერთად ამ ზომბების სახლში. დიანა, ბოდიში რო დავაგვიანე, შეიძლება ვილაპარაკოთ. სმაილ, კარგი არ არის გოგოებთან შეხვედრაზე დაგვიანება. დიანა, დიდხანს არ ელაპარაკო და შენ სმაილ არ დაიღალე დიანას დევნით? ბავშვო, გაიწიე, გასაგებია, წავიდი. მიდი სმაილ, გისმენ 5 წუთი გაქვს.
დიანა, მე საბოლოოდ მივხვდი, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ ვიცოცხლებ. ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილები. სერიოზულად, სმაილ? ხო, სერიოზულად. უბრალოდ შეიძლება ამ სახლში ვერ ვიგდებით და სადმე ერთად უნდა წავიდეთ. მაგალითად, ზღვაზე, ბევრ დროს გავატარებთ ერთად და ჩვენი ურთიერთობაც გამოსწორდება. ყველაფერს მე გადავიხდი. არსად ზღვაზე არ მივდივარ, ჩემი მომშობლებმა რომ გაიგონ, ხო იცი რა რეაქციაც ექნებათ. დიანა, თუ პრობლემა მხოლოდ ეს არის, ყველაფერს მოვუყურებ, დედაშენს დაურეკავ და შევუთანხმებ. აი, ჩემი კითხვა მხოლოდ მე მაგიზიანებ, სმაილი? არა, მეც. სიმართლე რომ თქვა, დიანა რომ ვიყო, საერთოდ არ დაველაპარაკებოდი. სმაილ, საკუთარ დედასთან ჩემი ძლია მოგვარდე, მაგრამ შენთან ერთად წამოსვლა არ მინდა. დავამთავრეთ? დიანა, აბა რა უნდა გავაკეთო, რომ შემილიგდე? მართლა ზივთან ერთად გინდა ყოფნა, არ არის შენ შესაფერისი. სმაილ, შენი გადასაწყვეტი არ არის, ვინ იქნება ჩემი შეყვარებული და ვინ არა, კარგად? დიანა, შენ ახლა უბრალოდ დავნეული ხარ, ყველაფრის გარკვევაში დაგეხმარები. ბავშვო, აბა რა მოხდა? რამე შეიცვალა? არა, მაგრამ არ დავნებდები, დიანასთვის ვიბრძოლე. ხოჭა, არ დანებდე, ყოველთვის იბრძოლე. გოგოებო, ამ მანქანას უნდა მივაწვეთ და წავიღოთ სახლში. ხო, მივაწვებით, მაგრამ სმაილმა, ხო, რა გითხრა. არაფერი ახალი გოგოებო, ყველაფერი როგორც ყოველთვის. წავედით? წავედით. ორი დღე, გოგოები უკვე ორი დღეა ჩვენთან არ მოსულან. ჩვენ კიდევ შეხედვართ აქ და ველოდებით. და რა არის მაგაში გასაკვირი, კალათბურთელებს აკოცეს, რა თქმა უნდა, აღარ დაბრუნდებიან. არა, მეგობრებო, მხოლოდ იმიტომ აკოცეს, რომ ვინმეს რამე არ ეეჭვა. ხო, და თან გითხრეს, რომ თქვენ უყვარხართ და თქვენთან ერთად ყოფნა უნდათ. რანაირად არიან ჩვენთან ერთად? ორი დღე არ უნახივართ. არა, მეგობრებო, რამე უნდა გავაკეთოთ და სიტუაცია გამოვასწოროთ, თორე დაგვივიწყებენ. მაშინ რატო გახარავთ და ჩვენ გვიყვერი, წადი და გამოვასწორე. ხო, მიდი წადი მაგათ სახლში და უთხარი, გამარჯობა, თქვენ წამოსაყვანად მოვედი. არა, ზი, ბარიჩქარო, ხო იცი რომ არ არის მარტივი იმისთვის. ვიცი, იქნება უბრალოდ დიანა გავხატო მთავარი. რას გულისხმობ? დიანას გავხდი მთავარს. ყველა ზომებზე მაღალ მდგომს, გვირგვინს მიუცებ და მერე დამიბრუნდება. რა გვირგვინი? მას გვირგვინს ვერ მიცემ. ეს დედა ჩვენის გვირგვინია. ვა, ზიფ, შენ აღარ ხუმრობ. დედა ახლა ჩვენთან აღარ არის. ამდო გვირგვინს დიანას მიუცებ და ჩემთან ერთად სამუდამოდ იქნება. სად არის ეიფის გასაღები? არა, გასაღებს ვერ მოგცემთ. ეს დედა ჩვენის გვირგვინია. თან მხოლოდ ზალინას შეუძლია პოვნა. მაგრამ ზალინაც არ იკეთებს. ამიტომ მხოლოდ მოგონებაა. ვა, საინტერესოა. კარგი, აბა გეულდებით, სადამდე გააგრძელებთ მოტყუებას. სულ გასაღები მომიცი. კარგი, ხო, მოგცემ გასაღებს, მაგრამ იცოდე, ამის შესახებ თუ ზალინა გაიგებს, ყველაფერი შენი ბრალია. და მანდ-მაინც დიანას რატო უნდა მივცეთ გვირგვინი? იქნებ მე მინდა რომ ნასიას მივცეთ. საერთოდ დაწყანდი, ხო არ გაუძლება ვინ არის უფროსი ძმა? მე ვარ, შესაბამისად გვირგვინსაც ჩემს შეყვარებულს მივცემ. ხო, მართლა მეგობრებო, დაწყანდი, თუ დიანა და ზიპი ერთად იქნებიან, ჩვენთვის არის უკეთესი. გოგოები ჩვენს დაგვიბრუნდებიან, მეგობრები არიან. ხო, მაგრამ გვირგვინი დედა ჩვენის არის და ჩვენ ოჯახში უნდა დარჩეს და ვიღაც დიანას არ უნდა ქონდეს. სულ უკვე ზედმეტი მოგდის. დიანა ჩემი შეყვარებულია, ანუ ჩვენი ოჯახის ნაწილი. ზოგ ზიფს ნუ ანერვიულებ, ხო იცი, არ არის კარგ ხასიათზე. დარწმუნებული ვარ, დედა ჩვენს არ ადარდებს. ჯანდაბა გოგოებო, ყოველ ჯერზე ტანსაცმლის არჩევა ასეთი რთული რატომ არის? იქნებ კაბა, ან იქნებ სტოპი, ზედა, საერთოდ ვერ გავიგე ვერაფერი. დიანა არ მესმის, რატომ იპრანჭები ზიპისთვის? ისედაც ლამაზები ვართ და ისედაც უყვარვართ. ხო, მაგრამ ბიჭებისთვის უნდა გაიპრანჭო, რომ ყოველ ჯერზე როცა გნახავენ, გაოცდნენ. მერი, ისედაც გაოცებულები არიან, რომ საერთოდ მათთან ერთად ვართ. გოგოებო, ჩვენ ზომბებთან ერთად ვართ. გოგოებო, დღეს არიან ეგენი ზომბები და ხვალ უკვე აღარ იქნებიან, უბრალოდ დაფიქრდით, მეორედ რომ ვაკოცებთ, ნამდვილი ადამიანები გახდებიან. წარმოიდგინეთ რა მაგარი იქნება. პირველიც და კარგად არ დამთავრდა, აი ეს სახე ცუდად მახსოვს. ხო, მაგრამ ყოველთვის არის მეორე, მესამე და მიდით და აკოცეთ, მთავარია ისევ თქვენ არ გახდეთ ზომბები. მოკლედ გოგოებო, გადავწყვიტე, კაბას ჩავიცომ და სხვათა შორის ძალიან ვწუხარ, რომ კნოპას ჩვენთან ერთად არ არის დღეს. მისი მშობლები ადრე ჩამოვიდნენ. ხო, ალბათ კნოპას ეჩხუბებიან ახლა მშობლები, მაგრამ იღბლიანია, რომ აქედან წაიყვანეს. გოგოებო, მთავარია ჩვენი ნამდვილი სახეები დავიბრუნეთ დროზე, თორემ წარმოდგენაც არ მინდა საერთოდ რა მოხდებოდა. დიანა, ეს ისტორია ჯერ არ დამთავრებულა, უბრალოდ დასაწყისია. ხო, იწყება. მერი, გვინდა უბრალოდ რომ ჩვენი შეყვარებულები ჩვენთან ერთად დადიოდნენ სკოლაში. რამე პრობლემაა ამაში? გამარჯობა, დაგვიძახეთ? ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია. ხო, კარგად ვიქცეოდით. ჩვენ რაღაც ჭორები გავიგონეთ. იმასთან დაკავშირებით, რომ ახლებს ელოდებით, არა? და გვინდა რომ გაგაფრთხილოთ. ახლებთან ურთიერთობა არ შეიძლება. რა? რამდენი ხანი ველოდებოდით ამ ბიჭებს?
ყველას შეყვარებული ყავს, მაგრამ ჩვენ არა. ხო და ესენი განსაკუთრებულები იქნებიან და რატომ არ უნდა გქონდეს მათთან ურთიერთობა? ისინი კარგი ბიჭები არიან. ეს ბიჭები სპორტსმენები არიან, თავში მხოლოდ ვარჯიში აქვთ, მეტი არაფერი. და მათი ტრენერი ურთიერთობების წინააღმდეგ. ეს რა არის მასწავლებელო მაიკ? ლეილა, გადაწყვიტეთ რომ ჩვენი ადგილი გვაჩვენოთ და გავიწყდათ რომ ჩვენც სპორტსმენები ვართ. ხო, ჩირილდერები ვართ და არ გვჭირდება ეს გაფრთხილებები. მაგარია, ჩირილდერები ხართ. გოგოებო, ჩვენ გაგაფრთხილეთ, ახლა თქვერიცით. ეს ბიჭები თვითონ გადაწყვეტენ, უნდათ თუ არა ჩვენთან ურთიერთობა. ხო, გესმით, მასწავლებელო მაიკ და ლეილა. დარწმუნებული ვარ, შევუყვარდებით. მასწავლებელო მაიკ, შეხედეთ, ხომ გეუბნებით, არ მისმენენ? ლეილა, დამშვიდი, მე შენი მჯერა. მასწავლებელო მაიკ, ყველას ვერ გავაკონტროლებ, ვინ ვის შეხვდება. ლეილა, ყველაფერი გამოგივა, არას ნუიტყვი. რა თქმა უნდა, მე ვირთხა ვარ, მაგრამ იმდენად ბოროტი არ ვარ, რომ ვინმეს შეყვარებულობა ავუკრძალო. დიმა, რას აკეთებ? რავი, მაინც ღია არის, სომებს თუ ჩემი მანქანა აქვთ, მაშინ მე მათი მანქანა მეკნება. ეს ჩირილდერების მანქანაა, მათ ჩვენი მანქანა წაგვარდეს, ამიტომ ახლა ეს ჩვენია. კარგი დიმა, როგორ შენ გიდა, მეც მინდა მანქანის დარება. მოიცა, არ ერთვება. არა უშავს, ახლა გავაკეთებთ, კარგი მანქანაა, მაგრამ ცოტა მჭიდროდ ვარ. გოგოებო, მაინც ვფიქრობ, რომ კაბები უნდა ჩაგეცვათ, ახლა მე ვარ გამოპრანჭული და თქვენ არა. დიანა, ნორმალურად ვარ და მე საერთოდ შეყვარებული არ მყავს. დიმა, ჩემს მანქანაში რას აკეთებ? არა დიარა, ეს უკვე ჩემი მანქანაა. ფეხბურთელებო, გაგიჟდით? მომისმინე დიმა, გირჩევნია გაათავისუფლოთ ჩემი მანქანა, თორემ შენი გადმოთრევა მომიწევს. მოკლედ დიანა, სანამ მანქანას არ დავაბრუნებთ, მანამდე ეს ჩვენი მანქანაა. ხო და ჩვენ მოპირებთ გაკეთებას, იმიტომ რომ უკვე გააფუჭე. არა უშავს მანქანა, ისევ ახალივით იქნები. რა, დიმა, ჩემს მანქანას შეაკეთებ? დიანა, შეაკეთოს, ხო და მე ჩვენ გავატარებთ. აბა, წარმატებები. კარგი დიმა, შეაკეთე ჩემი მანქანა. გოგოებო, შეაკეთოს ჩემი მანქანა და მე ზიბს ვეთყო რომ თავიანთი მანქანა დაუბრუნოს. დიანა, მივდივართ. ხო, მივდივართ. მოკლედ კოსტა, წესით მანქანას უკან დაგვიბრუნებებ. ხო, იმედია ეს გეგმა იმუშავებს. So, მორჩა, ახლა დიანა იქნება მთავარი და ყველაფერი შეიცვლება. სალინაც ვერაფერს ვეღარ იტყვის. ხო, სალინა რო გაიგებს, რომ გვირგვინი აღარ არის, მართლა შეიცვლება რაღაცები. სალინა სეიფს არასდროს არ ხსნის ხოლმე, ამიტომ პირებს თუ დაკეტავთ, ვერაფერსაც ვერ გაიგებს. არ მადარდებს სალინა გაიგებს თუ არა, მე მინდა რომ ჩემი შეყვარებული ჩემთან ერთად იყოს. ბიჭებო, გამარჯობა! როგორ მოგვენატრეთ? დიანა, დაბრუნდი, მეგონა არასდროს აღარ დაბრუნდებოდი. არ მისმის კნოპასაც არის. კნოპას მშობლები ჩამოვიდნენ და კაფეში წაიყვანეს, ამიტომაც ვერ მოვიდა დღეს. ნასია, მთავარია რომ შენ მოხვედი. როგორი საყვარლობა, ახლა დავეცემი. მერი, თუ დავარდები მე დაგიჭერ. ზუბ, არც იფიქრო. დიანა, დაჯექი. მოკლედ მეგობრებო, მინდა ყველას წინაშე რაღაც გამოვაცხადო. ზიბ, გინდა რომ ცალობა მთხოვო? დიანა, არ დასთანხმდე. მე თქვენი შვილებიც ასეთი ფერმკრთალები იქნებიან. მოიცა წინააღმდეგი ხარ. კარგი, გავჩუმდი. ზიბ, არაფერი მესმის. მოკლედ მეგობრებო, მე მინდა რომ დიანა გახდეს მთავარი, მართველი ყველა ზომბის. ზიბ, რა? დიანა, ეს დედა ჩემის გვირგვინია და მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანს შეუძლია რომ გაიგეთოს და მინდა რომ დღეიდან შენი გახდეს. ზაკ, ეს გვირგვინი მე მინდა. სამწუხაროდ მეორე არ არსებობს. არა, ეს შეცდომა. ზიბ, ეს ზედმეტად პირადულია, ამას ვერ მივიღებ. ალბათ ოჯახის რელიქვია, არა? ვერ გამოგართმევ. დიანა, უბრალოდ მინდა რომ შენ იყო მთავარი. ეს ნამდვილი ქვებია? რა თქმა უნდა. ზიბ, ძალიან ასიამოვნები ვარ, მაგრამ არა დიანა, მაგრამ აღარ თქო. მომისმინეთ ყველამ და დაიმახსოვრეთ. ახლა დიანა არის მთავარი. დიანა, მინდა რომ ჩემი მეგობრებისთვის კონცერტი გამართო. ვაიმე, პრობლემები მაქვს. გილოცავ. ოღონდ დაიმახსოვრე, ალინას გვირგვინი არ გაიგეთო. კონცერტზე ყველა ნახავს, როგორი შეყვარებულის მყავს. დიანა, შენთვის სიმღერას ვაპირებ. მაგარია. წითელი ხალიჩა, შეხედეთ რა მოცვია, ნამდვილი თოჯინა ვარ. ბავშვებო, მგონი ზიპის სულ გაგიჟდა. დედამისის გვირგვინი მომცა. კარგი, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერთ არხი და დააჭირეთ ზარს. ახლა უნდა წავიდე და გავარკვევ რა ხდება. კარგად. მეგობრებო, რა შვებით, მაგიდან უნდა მოვაწყოთ, დღესასწაული გვაქვს. იეი, აღნიშნავთ. მერი, რას აკეთებ? რატოდ გახარ მან? წავედით. გოგოებო, ეს რაში მჭირდება?